მკვლელობა მოხდა ვანში, ვანის რაიონის სოფელ ისრიჩი 80 წლის პავლე მჟავანაძემ საკუთარი შვილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფეხში დაჭრა. მიყენებული ჭრილობის შედეგად 41 წლის რომან მჟავანაძე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. შვილის სიკვდილის შემდეგ კი პავლე მჟავანაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მეზობლები ამბობენ, რომ ოჯახის წევრებს შორის დაძაბული ურთიერთობა ყოველთვის იყო და მსგავსი კონფლიქტები მამა-შვილს შორის ხშირად ხდებოდა. Ama ne oluyor? Cevap oluyor. Ama okuyamazsın. Ben de konuşuyorum ama. Böyle şefim öyleyse çabuk gidiyor. O takşı batar. Bunu okuyor. Sadece de bu valla. Römeyce polisiye bakın amca söyle. Yıka söyle. Konu diyor ki ben okuyor. O takşı. დაგეძილი ქონია. თოღი, ოთახი და გაობლა ჩამოგიდებულიშით. მე მოცილებით ვარ და არ ვიცი და რა მოხდა, არ ვიცი, ვერ გეტყვი.